ძაღლი ადამიანის მეგობარია. აღნიშნული სახელწოდებით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს ცხოველთა უფლებების დაცვისაკენ. მათი თქმით, საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის 259 მუხლის გააქტიურება, რადგან კანონით დადგენილი ნორმების შესრულება სხვადასხვა მიზეზების გამო ხშირად არ ხდება. შეგახსენოთ, რომ მუხლი, რომელიც ცხოველთა უფლებების დაცვის მიზნითაა შექმნილი, ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქცია თაობათა დიალოგის მოხალისეთა კლუბის ორგანიზებით მოეწყო. არ მოკლა აამუშავე კანონი. ამ ლოზუნგით მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს სახელმწიფოს აქტიური ქმედებისა და ცხოველთა უფლებების დაცვისაკენ. გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია თაობათა დიალოგის წარმომადგენელი მოხალისეთა კლუბის წევრი, რომლებიც გადავწყვიტეთ. აქტუალური თემა არის ზოგადად ძაღლების თემა. ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა ისეთი, რომ შინაურ და ბაწანწალად ძაღლებს ცემენ, კლავენ და სწორედ აი ამის გამო გამოვთქვით სურვილი და ჩვენ და ჩვენი ორგანიზაციის მოხალისეებმა, რომ ჩვენ წვლილი შეგვეტა. ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ მერიას, რომ აამუშაონ 259 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს აი ამ ძაღლების დაცვას. დავიცვათ ძაღლების სიცოცხლე და რაც ჩვენი მონთხოვნა რაც არის, რომ 259 მუხლი აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, რათა ესე ცოცხალი არსებები არიან და მათაც უნდა დაცვა ჩვენი მხრიდან. ორგანიზაცია შეუერთდა დღევანდელ აქციას. დღევანდელი აქციით მოუწოდებენ აქციის მონაწილეები სახელმწიფოს დაცული იქნას ცხოველთა უფლებები, გათვალისწინებული იქნას საერთაშორისო რეკომენდაცია კანონმდებლობის ბაზის დახვეწასთან დაკავშირებით, ასევე აღსრულებასთან დაკავშირებით.